Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, ვიცი, დიდი ხანი მქონდა შესვენება. შესვენება არ იყო ეგ უფრო დაკავებული ვიყავი და ამასთან ერთად ჩემსკენ დიდი მოთხოვა, ძალიან დიდი მოთხოვა. ხო და მაგის გამო შუქები არ იყო. როცა მეცალა ხოლმე, ძირითადად ვერ ვიღებდი ხოლმე და ვერ გიედებდით ვიდეოებს, რადგან შუქები არ მქონდა. ამის გამო ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ამიტომაც ახლა მაქვს შუქები და გადავწყვიტე გადამიღო. იმ საქართველოთი დავიფყარეთ მთელი ის რუკა, მარტო ალიანსის წევრები დავიტოვეთ, იმიტომ რომ ალიანსის წევრებს ვეღარ დავისხმოთ, რადგან ეგრევე დაასრულა თამაში ავტომატურად თამაშმა. და ეხლა შემოდი ამ რუკაზე. ევროპა რაღაცა რუკა, ფანტასტი. ხო და აქ რომელი ქვეყანა ავირჩიო, მაგაზე ვფიქრობ და დიდადად ბიზანტიას ავირჩიო. იმიტომ გარშემო კიდით ქვეყანა, ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა ამ პერიოდში, მაგრამ გარშემო ძალიან ბევრი წერი ყავს. და მე მგონი საინტერესო იქნება. რავი, კიდე როგორც გითხარით, წინა ვიდეოებში არის ერთი რუკა, სადაც არის საქართველო, ოღონდ იმაზე ძალიან პატარა ტერიტორია გვაქვს რა იქ. და უფრო რთული იქნება, რავი, თუ მოგინებათ კიდე საქართველოში თამაში, რომ გადავიღო, მე პრობლემა არ მაქვს. აი ეგ უკვე არ მომეწონა. ვა, ნახე. პრინციპში ერთი ხალხი ვარ და ეგრე უნდა ყოფილიყავით. ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ახლა, რადგან აი ეს არმენია და თურქები ერთ ხარეს აყავს და დიდი არაფერი, მაგრამ მე ქვეყნის მეორე ბოლოში ბულგარებთან გვაქვს ომი. ეგ ცუდია. ბულგარელები დიდები არიან? რამდენი ქალაქი აქვთ? 1 2 3 4. აი ჯერ ბულგარელები გავანადგუროთ და აქედან დახმარი ძალა გამოუშვა 1 2 3. აქვსია არმენიას. ათაშე 2 აქვს. ზორი. კაროჩე. მოკლედ და მარტივად ჩვენ გავაკეთებთ ამას. ტავერნა შევალთ ბასილი. ეს მეგონი ბასილია. ხო, ბასილი მეორე. გამოდი ბასილი გავაჩინოთ. მერე შენა აქ რა ხდება? ფული არა მაქვს საერთოდ, ეგ არის პრობლემა. აი, იერუსალიმი ჩვენ ხელშია. ეგ ძალიან კარგია. ანუ ეს მე გარღვენ მაგამდე კი ბატონო მოვასწრებთ რამე. რა შეგვიძლია ახლა გამოიყენოთ ამაზე. ვაფშე არა გვაქვს ეგ. კაი. პირდაპირ შეტევაზე გაეშურეთო. მეტი ვერაფერს ვერ გიზავთ ახლა მე. თქვენ ახლა აქეთ. ვინ არის ვაფშე ჩვენი ის? იუსტინიანე პირველი. იუსტინიანე პირველი ყოფილა იმპერატორი ამ ხანაში, როგორც ჩანსო. და შენ ნამდვილად
ბაზარი არა, წამოდი ეგრე. ეგ დარჩა. ესა წამიყვანე, წამოდი. ესა ხო? აჰა. და ეგა, და ესა. რა. ძალიან ქვემოთ არიან ეს ისინი. არმენია ცოტა ზევით უნდა იყოს ეს დარგით. ერბილი, დვინი ნახსად არის. არტაბილი. 4 ქალაქი აქვს იმას, ვაუ. ოჩახ. და რა გავაკეთოთ ახლა? ძალიან ცუდ დღეში გვაქვს საქმე. ფინანსურად ცუდათა ვართ. ძალიან ცუდ გვემატება. ეგრეა. ფული ნიეტჯანო არა გვაქვს. მტრები ბლომად ყავს. მოკავშირეები ყავს რა, ალიანსში ყოს ისა დასავლეთ რომის იმპერია და ისე კარგი ურთიერთობაში საბერძნეთი, ეგვიპტე, აუ, ვანდალებთანაც ომი მაქვს. არა მგონია ჩემ და წამოვიდნენ ვანდალები. მედი არ წამოვლენ. და გარშემო ეყოლებათ მტრები. ცოტა ხანი მაინც რა, ერთი ბულგარელები გამანადგურებინა ზევით და მეტი არ მინდა. მერე თუ გინდა მერე მოვიდეს, რომ ასე ვქო სამ ფრონტზე ვეღარ ვიბრძოლებ, შანსი აღარა. ჯერ ამაზე არ ყოფნის ჯარი აწყავს. და ისა ასაყვანი იყო ისე გამოსაყვანი ახალი არმია. და არა მგონია კიდე ერთი ფრონტი რო გამიხსნან გაუმკლავდე. უფრო რა, ყველანაირ შემთხვევაში კიდე ერთი ფრონტი რო გამიხსნან ტერიტორიებს დავკარგავ და წავაგებ ბრძოლას. და იმედია ეგრე არ მოხდება და პირველი თამაში დაწყებისთანავე უკან დაიხია შენა. — 36, კაით რა, უფრო მეც ვეულობთ. ერთი აქვთ. ერთი გვაქვსო, ეგ ცუდია. გამიგვირდა. ჩემიანებს ვა შეუტიე და გაეცალნენ ვაფშე სახლიდან. ალეფო. ეგრე ქვია მაგ სასახლეს თუ სწორად მოხსოვს. ესა ვიყონოთ ჯობს. ამას დაარტყის ადგილი ხარ. მიერეთ მოასწრებ გაქცევას. 152 და თვითონ ბლომად აქვს. მე მგონი ეგრე. ოპა, ორმაგად გვაკლებს, ორმაგი და სამაგი იყო ეგ დაში. მე განვამეწონა. შენ წამოდი და დაეხმარე. ერზურუმი რატო აწერია? ერზურუმი. მე ანუ ორივეს ვერ გავაკეთებ ერთდროულად. აი. ძალიან დაბალი ლეველის არმია მყავს. და მაგის გამო ცუდ დღეში ვართ. ესა და აგერ ყოლე კიდე 355 131
მოვასწრებთ და მოდი, აჰა. შემდეგ რა არის? Deploy general unity ერთი unit უნდა გამონადგუროთ, აქამდე გეთქვა გამონადგურე ერთი. ამეკეთებინა აქამდე. მონღოლები ნახე, რამდენი არიან საერთოდ? რამდენი ქალაქი აქვს? 3, მაგრამ კაი ტერიტორია აქვთ. კაია, ვანდალები ეგვიპტეს შეუტევენ. ოპა. პირატებთანო, ვანდალებთანო და ჩემ ორ მოკავშირეს ერთმანეთთან აქვს ომი. კაია, საბეჭდად დამეხმარებ ბულგარეთთან ძალიან კაი იქნება, შენა? ბულგარეთიც არაა გარკვეულ დღეში. 3 სახელმწიფო უტევს გამწარებული. მე გამწარებული ვერ უტევ, მაგრამ რაც არის მაგაც. თურქები. არაბებს აღარ უნდა თურქები ეგ არ გამიგია, მაგრამ აი მონღოლები რო უტევენ ეგ მაწყობს შენა. Armenia. ესეც ძალიან უთხეშია. თითქოს ყველა ეგ დღეში ატო არის. ესეც Armeniasთან აქვს ომი და მონღოლებთან. თურქებთან შეღა გინდა. აი მონღოლები მესმა თურქებთან რაღა გინდა. ეგ ყველა თუ ასეთ სიტუაციაში, ანუ ჯარების გადანაწილება მოუწევს ყველას. ეგ მომწონს, რომ მობილიზება არმენია სპარსელების მხარეს მოახდინა. მაგრამ თურქებმა მობილიზება ჩემს მხარეს მოახდინა და მონღოლები არ უტევენ, ეგ არ მაწყობს. მიჩვენია ეხლა შემოუტიონ და იქიდან გადაინაცვლო. მაგრამ დიდ ჯარი არ წყავს. რამეს ვიზავთ? Zadara. Siask. Вообще игра. ეგოს გოთები იქნებიან. ეს გოთები რამხელებები არიან. დანია აიღო დარკი. დანია ავიდა დარკიზე. ეს კი აიღო. აქეთკენ ნახე. ევროპისკენ ვითარდებიან ტიპები. ვისაც და იპყრობენ ტერიტორიებს. გალია და ბრიტანეთი ომებში ჩაფლული. ვესგოთები, აბავესგოთები. ბულგარლები. გაიგე მიდი. ჩემს კი გადმოიყვანა ნახე. ალეპოს მithმობს და ტარსუსისკენ მიდის. დარქეზე ავიდა ეგ ბერბერის დარქეზე ავიდა. ვანდალები აშვები მოსში. ვანდალები ეგვიპტეს უტევენ. ჩემთვის არც ალიეთ ვანდალებს, ეგ კაია. არაბები დარქეზე ავიდნენ, ეგ ცუდია. ჩვენც მალეაულთ ეს დარქეზე. მაგრამ მაგის ფინანსები არ გამაჩნია, რომ ცალკე ომს დავახმარო ფინანსები და ცალკე განვითარებას. მაგისთვის გაძლიერება მინდა რაღაცების. ოპა, ზე არ მომეწონა. მიდი ეგრე. და ხმარე რაღაც მოვიყვანეთ.
ესენი შეაგდენილი მან დავუცებ. აჰა. აქა ეს თურქები არ მეყოფოდა და ისინი მოვიდნენ კიდე ბიჭო. რა გინდათ ანუ ალეპოს მithმობთ ეგრე გამოდის. აი თუ მithმობთ კი ბატონო. ალეპო დამithმეს. ერესა მოსულს ეგრე მარტივად ვერ ავიღებთ როგორც ჩანსო. დედაქალაქია თან მოსული. მედია საღანა შემოგვიტევენ ახლა მათ. სამასი ნახე და შენაკლებს თხოვს. ბაზარი არ არის. აჰა. გებს არ აკლებს რა. გენერალმა გავანადგუროთ. მაგას გვეუბნება თვითონა. დიდი რუკა და დიდხანს ჭირდება რა სულების გაკეთებას. მაგრამ არმენია ჩემთვის აცალია. დარქეზე ავიდა ასე იგი ესეც. ფრანგები რა შვებიან და ეგ არ მომეწონა. დასავლეთ რომის იმპერიასო ვენეცია წაართვეს. დალმაცია უშად არის. არ ჩანს? ქაგილიარე ქვია მაგ-ქალაქს. სარდინია თვითონ კონსული. ეს კი სარდინია ექრებოდა მაგასაც. აი თოვონოში ეგრე ქვია რავი ქალაქს. მანდ. ეხლა დაგბრუნდებით. კაია. იმაზე Facebook-ზე ჩამოვიდა და უფრო მეტი მომცემს ახლა ფულს. მაგრამ ახლა ვანდალები მისჩემნია რომ ეგვიპტემ გაანადგუროს, ვიდრე ვანდალებმა ეგვიპტე. მაინც მოკავშირეა რა. და ვაფშე არ მაწუს ახლა რომ საბერძნეთმა და ეგვიპტემ ერთმანეთს დაცხოს. მისჩემნია რამე გააკეთო და მონაპარკებებზე წავიდრო. საერთოდ არ მაწყობს. იმიტომ რომ მოკავშირეს დავკარგავ ერთმანეთს. სამაგოთ ვინც გადარჩება ეს უფრო ძლიერი მოკავშირე გახდება ჩვენი. ამათმა იღეცეგა ბაზარი არ არის. ვაფშე მოდი დაესხი და გაანადგურე. შენც დაესხი და გაანადგურე. აბა ეხლა რა იქნება? ეს იუსტინიანი რო ვაფშე აქედან გაუშვათ იქნებოდა. უკან დაგვეტოვებინა. 154 უფრო მეც მევლოდი. გენერალი ვერ გავანადგურეთ ბიჭო, ტვინი გამებურღა. გენერალი რა თლიანი იუნიტი ვაფშე. აჰა.
შენ მეგაგანადგურებთ ეხლა მაინც. შეოსრულე? ვერ მივხვდი რა, მოიცა, მე მგონი ვიცი. აჰა, მე მგონი ვიცი რა თუნდა მაგ აჰა. უნდა იყოს აქ, ხო თქვი. ეხლა დავაბრუნოთ ქალაქიო. შედი აქ. თუ დააპგრეიდება, მოდი იყოს აჰა, 1 ლეველიანი, უფრო ნაკლებს დავხარჯავთ. 3 უნდა დავაპგრეიდოთ, ბაზარი არა, 1 ლეველიანები სად არის, აგერ არის. კიდე კაი პირატებთან ომი არა მაქვს. ეგ გამაკლდა სრული ბედნიერი, ახლა პირატებსთან რამე მქონოდეს. ტვინს გაბურღავდნენ, ნაპირებზე დამესხმოდნენ თავს. ოპა, გამოიკვლიე 6 პაპა. მინი კავალერია, ჩარჯ კავალერია, მობილითი 1-ო. რენჯ კავალერია და ეგენი ვიცი, ეს რა არის, ეს ანგაია damage. 10% take Anna. Esets Kaya. No, ესენი რა თქმა უნდა ვიცი და კაებია. მაგრამ მარტო შემიძლია ერთი გავაგეთ ჯერჯერობით. მოდი იყოს ერთი ეს. იქ ჩახტომან ცუდი ვარიანტი იქნებოდა, იმიტომ ალყაში მომაქცევდნენ. აბა ეხლა რა იქნება? ბულგარეთი საკმაოდ ძლიერ მიტევს. მოდი ვაღიაროთ. იმ ხრივ რომ იქიდან სუსტი მეუმრები მყავს, წესიერი ჯარიც არ მყავს, თან ცირრიცხოვანია. და ბულგარეთი მაგით სარგებლობს და მომაყარეთ არმია რაც შეიძლება. აბა ოზგოთები რა შვებიან. ვა. ვაღო ნები ნახე. დარქეცი ავიდნენ. სხვადასხვის ჰუნების ტომიდან იყო ატილა. რომლის წინაშეც თელი გერმანული ტომები და რომის იმპერია გაერთიანდა, რომ დაემარცხებინათ. და დამარცხება შეძლეს და უკან და ხელ მოუწია გაქცევა ატილას, მაგრამ ის გამარჯვებული ხარან რომაელები და გერმანული ტომები ისეთი დასტებული იყვნენ, რომ გადევნებაც ვეღარ შეძლეს. და თლათ რავი დროებითი გამარჯვებას დავარქვედი მაგას. უფრო ალპების მთები როგორ არის გადაგიდები. ესენი მინები არის ჩეკა ეგრე აჰა პაპა შენ მანდარა შენ წახვალ აქანა
კიდე ერთი გვინდა, სად არის კიდე ერთი? შამცუ ქალოთ მეტი აღალალიო. აი შემდეგში დავასპაუნოთ. No problem. და ფული საშონი მისებით ამოვწურეთ. ეგ ცუდია. რანც უფრო მეც მოველოდი. ოტა. დაგებრუნდით. აბა აქეთ რა ხდება? საბერძნეთი რა შვება აქეთ? ოპაც, კაროთ აჭრილები არიან ბერძნები ნახე. და შე ბულგარელებს უკან ხევენ და აქეთკენ ამწყდებენ, ზევიდან ხუნები უტევენ. სიმართლე ზევით აწევა არც მინდა. სიმართლე რომ გითხრათ. რადგანაც საზღვარი გამეხსნება ხუნებთან. მაგრამ პრინციპში ისეც გამეხსნება ხუნებთან, მაგრამ კარგად მიდის როგორც ურთიერთობა ჩვენ და ხუნებს შორის. მაგრამ მაინც ახალ ქვეყნებთან გამეხსნება საზღვრები და არ მაწყობს, რადგანაც შეიძლება ომი წამოიწყონ მაგით. და შენ რა შვები? ოპა, კაია, მიდი უკან და ვენეცია დაიბრუნე. დახმარება ხო თუ დაგჭირდება მომძახე პრობლემა არ არის. ონც ჯერ არა. ჯერ ჩემი თავს უნდა მივხედო და მანებით დავი გაი შერაშვები აქ. ოპა, ეგ ცუდია, რადგანაც ჯარები არ აყავს ეგვიპტეს დიდად და ვანდალები და პირატები ანუ მეკობრეები ერთდროულად უტევენ. საბერძნეთსაც არ აყავს დიდად ჯარი. მაგრამ ეგვიპტეზე კარგ დღეშია. ანუ გონი ეგვიპტემ გაიმარჯვოს მაგ ბრძოლაში. და მე მგონი ვიციაც მოყვება მაგას. ეგვიპტეს დაცემა. და вообще нет ეგვიპტის მეფე ვინ არის? ბენჯამინ პირველი. შანს ეგრეა. კიდე რაღა არის? დასავლეთ რომის იმპერიამ დაიბრუნა ვენეცია. ფრანკები რა შვებიან ვერ გამიგია. ამდენი ხნის განმავლობაში ერთ ტიტულებს ვერ აიღეს. თურქები წავიდნენ დარქეთზე. ჩვენ რა გვაკლია დარქეთამდე? კაწი ეგ შეგენ. აბა ნახოთ, არაფერი წესდა და ჩვენ დავიდეთ ახლა დარქეთზე. ვანდალები. კარგად უძლებენ. ჯერჯერობით გარეიდები. ინცეპნები ჩვენც აღარ შეუტიოთ. ბერძნები და ჰუნები მიხედავენ მაგათ.
განადგურა თურქები კასტელი ეჯავდნენ და განადგურა Principal of Raska. გაიგებთ რა იგულისხმება მეორე დანიშნულებაზე ან მეორე აი ამაზე რომ იცა ეგარა Defiat Principality of Raska-ში რომელი ქვეყანა იგულისხმება მოგვიანებით გაიგებთ რა რომ გადატენილია რა მხელა არ მიაყავს პოსტატიპს რა მორალი ავიმაღლოთ ეგ არის თურქები ჩემს კერვარ ორიენტებულები მაგის გამო დიდხანს მიძლებენ აი არმენია რასიზავს ბიჭო რასიზავს აზიარავა რა განადგურდება მე ეგრე ფიქრობ იმის გამო მოიცა შენ აგდა ჯექიმოდი იმის გამო ფიქრობ განადგურდება რომ ორი მხრიდან მტევენ საკმაოდ დიდი ძალებით და ნახე ეხლა კი არა უტევენ სპარსელები იგი სპარსელებს სომხები უტევენ და ბაღდადს არაბებიც უტევენ ნახე საინტერესოა სპარსელებს სუდი დღე უწერიათ რადგან არაბები და სომხები ერთდროულად უტევენ მაგრამ არმენიას არ უწერე კარგი დღე ამით ყველაზე დიდ სარგებლობას ნახულობთ სპარსელების ომით მე და არაბები რადგან არაბებს არჩევათ სპარსელების ტერიტორია მე არმენიის ყველაზე სარგებელი ჩვენ ორ ქვეყანას გვექნება მაგით რა უქნათ ეხლა თოდი ავწევთ სამზე ავწიოთ და ეს გაიზარდა შენ რა გიყო ამას ვეღარ ავწევთ კი ბატონო დიდი ვერაფერი გავაკეთეთ ხომ ამ ეპიზოდში მარტო ერთი ქალაქი ავიღეთ Aleppo, Alba, Control Flanders, New Zealandia, Švicaca. Norvegielები არიან და ნორვეგიელები ბრიტანეთს უტევენ. ნორვეგიელები მეთქი საბიკინგები კაცო. ნორვეგია შუაში. Ozgotsebi. Aviden darkeze ეხლა. აი ფული არა მაქვს არის ბერთან მოსკაიხს რომ დავიყვანდი ურთიერთობაში. კართაგენზე ეგრევე პუნიკიური ომები მახსენდება და პუნიკიური ომებზე კიდე ჰანიბალი და ჰანიბალზე კიდე იმის გადალახვა ალპების მთის გადალახვა და რომაელების წყევლად
მოლენა. ტიმმა ერთ წელიწადში მარტო 180,000 რომაელი მოკლა. ერთ წელიწადში. და წლევიდაც არ ეშოვდა რომაელთა მიწაზე. მაგრამ ბულოსკენ მაინც ის ვერ ისა რაც მან ვერ შეძლო რა ითქვა რომაელთა იმას სილიცი აუ ერთი გენერალი იყო რა ერქვა სახელი აღარ მახსოვს არა რა სახელი აღარ მახსოვს რა ჰანიბალს სურდა რომის მომხრები გადაებირებინა და ვერ შეძლო მაგრამ მან შეძლო რა რომელთა გენერალმა რომლის სახელიც აღარ მახსოვს სამწუხაროდ და ჰანიბალის მომხრეები ანუ ჰანიბალის მომხრეები მის წინააღმდეგ იყვნენ და მის წინააღმდეგ იბრძოდნენ რამაც განაწყვეტ ბრძოლაში დიდად იმოქმედა და ჰანიბალი დამარცხდა გაიქცა ელინისტურ სახელმწიფოებში რომ მალე მოვა თქვენთან რომი და თქვენ ისე წაგლეკავთ როგორც კართაგენი გააფრთხილა მაგრამ არავინ მოусმინა და მართლაც მალევე გამოჩნდა რომაელები და როგორც ჰანიბალმა თქვა დაიპყრო უამრავი ელინისტური სახელმწიფო დაჟე ებრაელი მეთქი ბერძნები რომლებიც მაკედონიელები არ უყვარდა და არ მოსწონდა და ბერძნებთან არ თვლიდნენ რომაელებს დაეხმარდნენ მათ დაყრდობაში და ეგონათ რომ რომაელები შეიბრალებდნენ და არ დაიპყრობდნენ რა და ქვეყნის არსებობას უფლებას მიცემდნენ მაგრამ რომაელებმა არ მიცეს მაგის უფლება და ეგენც კი დაიპყრეს ტიპებმა მაგრამ ესა სხვათა შორის ძალიან ისეთი სამხედრო სტრუქტურა ჰქონდათ ისეთი რომ სამხედრო სამსახური მარტო შეეძლო რომაელს და ადამიანი ვინც არ იყო რომაელი არ იყო რომში დაბადებული დედმამა რომაელი არ ყავდა სამხედრო სამსახურში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ანუ დაპყრობილი ხალხის სამხედრო სამსახურს ვერ არ შეეძლოთ რა უფლება ყოფნიყენ სამხედრო სამსახურში მიუხვდნენ ახლა და უკან ბრუნდებიან ტიპები ნახე ბაღდადი წაართვეს და მაგათ არ დარჩათ ოპა ნახე რამხელა ის გახდა სახელმწიფო უკვე არაბები აქაც იმენა ტვინს ბურღავენ როგორც ისტორიაში ბურღავდნენ და აქაც ისევ არაბები ანადგურებენ სპარსელებს და იმედია ისტორიული თუგაც მოხდა ისე აღარ გამითვალდება და იერუსალიმს არ დაგვართმევენ ეგვიპტეზე არ გავლენ ეგვიპტე მე ვანდალებს არ გაანადგურებენ ვანდალები და მერბერებთან არ მივლენ მერბერების დამსახურებით ვესგოთებს არასა აიღებენ და ფრანკებთან არ მივლენ ეგრე ისროეთ ეგრე წავიდნენ და სხვათა შორის არაბების იმპერია რომაელებისავით უდიდესი იყო დაჟერავი რომ შევადაროთ არაბები არა რომაელების დიდები მაინც ვერ გამოდიოდნენ მაგრამ
უდიდესი იმპერია იყო რა. ნუ ერთ-ერთი უდიდესი. მონღოლებიც კაი დიდები იყვნენ. მაგრამ არაფერია სამუდამო. ყველა დიდი იმპერია ბოლოს ნადგურდება. ელემენტარული რომი ავიღოთ. ქვეყანა რომი არა. ქალაქი რომი. აუღებელი ქალაქი. დაუმარცხებელი ქალაქი. მისი შექმნიდან ერთხელაც აუღიათ. მაგრამ დრო მოვიდა და უდუაკრმა აიღო. შევიდა თავის ჯარით შიგნით. გააუქმა დასავლეთ რომის იმპერიაში მეფობა და დაეცა ამით რომის იმპერია. მაგრამ იმედი არ დაკარგულა დარჩა ბიზანტიის იმპერია, რომლებიც იმ რომაელთა შთამომავლები იყვნენ, რომლებიც მათ შექმნეს უდიდესი იმპერია. ის რეეს ბუტყებს, გამოვიდი ისტორიკოსი, არა კი ვიცი რაღაცები, მაგრამ ეგ უკვე არ მომეწონა. ეგ უკვე არ მომეწონა. ეს რა? გადამიხეთ თუ ომს ანუ რა მოხდა ეხლა მოიცა? ტიმმა ომი არ გამომიცხადა, ისე წამართვა ქალაქი? შანსი არ არის. შანსი არ არის. პირატებო შანსი არ არის. არ ვჯერა. ვერანაირად. თქვენ დავაგინდათ. ომი გამოუცხადო და ფულს გადაგიხდიო, ბაზარი არ არის. იქ მაინც მე არ წავალ. იადეს ომი გამოუცხადეო, მეუნევა ეგვიპტე და ფულს გადაგიხდიო. არ მინდა და არაბები გადამიხადეთ, რომ ომს გამოგითხადებო. ხალით. ან ტერიტორიამ დავიბრუნო, არ მინდა მაგათან ომი. და იქნებ არ წამოვიწყო, გადავუხავ, ამდენს მეუნე ვაფშე. ძალიან ცოტას. ტერიტორია რო წამალქო, კაი ხო, გადავუხადოთ და არ მინდა ახლა კი დავიმატოთ. ტვინის ბურღვა, ხალხი. თურქებს რა უნდა აქ რომ მიტევენ? თავიანთ ქალაქს უტევ და ტიპები აქ მიტევენ. თავიანთ ქალაქს უტევდი. ქალაქი და ქვეყანაა უფრო, მაგრამ აჰა. Armenia. ბაზარი არ არის, აჰა. ფიური მაინც არ დაუკვლიათ. შავი ზღვის პირეთი. Armenia მაგარც უდღეშია. ჯარიც აღარ აქვს, 3 უნიტი დარჩა. გალაგა მისი, გალაგა. ხოდა თუ ეგრეა, ასეც არ მინდა, ფულის ხრი მინდა და მაგათ მე მივხედავ. დგაბ, ეგრე. ფულის ხრი გავანვითაროთ 3-მდე, კაი რა, უფრო მეც მოვულოთ. ბევრი ქვეყანა არ არის. 4, კაია. რაც ქვეყანებად ქალაქი.
ჩოდია. იმიტომ რომ უფრო მეტი შორნაშემები და ფულის ბევრი ქალაქი რომ მქონდეს. ეს ხუთიანია даже. ეგრე ათი მეტი არა? ეს ერთიც და მე დავამთავროთ ეს ვიდეო და ძალიან მიზალდება. აი დასვათ რომ ეს ეგეთი განვითარება მომწონს. ნუ დიჯონინც აიღო უკვე, რადგან ჩემი ალიანსის წევრია. და პრინციპში მეთქი ბიზანტიით რო დავიწყე თამაში, რომის იმპერიას აღვადგეთი, მაგრამ რადგან დასავლეთ რომის იმპერია, ანუ რომის იმპერიის აღდგენაში რომის ტერიტორიებს უგულისხმობ რა. დასავლეთ რომის იმპერია ჩემი ალიანსის წევრია, მაგას ვერ შევძლებ. დასავლეთ რომის იმპერია რომის იმპერია გავხდე, დასავლეთ რომის იმპერიის განადგურება მომიწევს. იმიტომ რომ აქაცე ნახეთ, დამთავრდეს. Armenia მონღოლები. მონღოლები რა შვებიან вообще? Armenias თურქებს არ უტევენ Armenia მეთქი. თელავი წაართვეს იმას. თხოვდა ტო ჩემი ტერიტორიაა. შევეცდები ძმობილო თავტო შენ ტერიტორია. ოპა, უი გამომეწონა. ბერძნებს ძლიერი დაღმა მიაყენეს. რაც არავის არ მოეწონებოდა. Assolutamente vai come torna caia. Mama ne biarya bazarier. Nektetor khune mai. Kievi. აი აქედან ხარეს არავისთან აი ვცეთ.
ამათან შემიძლია მოლაპარაკებებზე წასვლა. მოიცა, ეს შენ არ ვნებდები? ვა, ვნებდები? ბაზარია რა, 49% იმისო დავნებდეს. შენა ნიედჯა. სამედი, 13, ვა. აი, ვაიმე გავაუქმე. 11%. ანუ კიდე უნდა რა. შენ აუ, რა ხამდე ქვეყანა ვართ. ოპა. და. ტრაპიზონი შეუდიოთ ტრაპიზონსა. ვაქმეც ვეღარ გავხკეთებთ. ეპიზოდი ძალიან გუწელა, ამიტომაც აქ დავასრულეთ ამ ეპიზოდს. ბუიდი დინასტიი. სპარსელები იყვნენ ესენი? სპარსელები იყვნენ, მაგრამ ბუიდი დინასტია აიყვანეს. ესა ამირას State of Mosul-ზე ავითრენ. მოგოლ თირებული. Expedition Army. ვა, ნახე. ქვეყანა გააზრიერეს და სახელები შეეცვალათ. Kingdom of Dalmatia. ჩვენა რომის იმპერია შემიძლია მაქსიმუმ გავხდე და მაგაზეც ქალაქი მჭირდება რომი და ქალაქი რომი აქვს დასავლეთ რომის იმპერიას. ამიტომ მაგის განადგურება მომიწევს. რომის რესპუბლიკა და დასავლეთ რომის იმპერია კომუნა ამასე იერუსალიმის ნახე. Intrigue. Alba, Kingdom of Dublin. Dublinis სამეფო, ზელანდიის სამეფო. ომებიდან და სამეფოებზე ადია. კაი, აქ დაგეშვებით აბაჰე და აბაჰო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. და დიდებოთ გავაგრძელებთ ისე ბიზანტიით თუ რამე შეცვლა არ მოგინდებათ თქვენ. აბაჰე და აბაჰო peace მომავალ შეხვედრამდე.